ამ თემაზე საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტი კოტე ნაცვლიშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა მოვიწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენთან სტუდიაში. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე გვესაუბრო, მე პირველი კითხვა რაც გამიჩნდა, იყო ის, რომ რატომ არ არის აქამდე შესული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ზოგთა ნუსხაში ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, იმიტომ რომ ეს არის ორიგინალური და უნიკალური დამწერლობა. მე როგორც ვიცი, თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო. რა პროცედურები არის გასავლელი იმისთვის, რომ მოხდეს ეს ყველაფერი იუნესკოს მემკვიდრეობის ნუსხაში? მოგახსენებთ, რომ ჩვენ კონვენციის იმპლემენტაცია აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ 2011 წელს. როცა შედგა უკვე პრიორიტეტები, თუ რა უნდა გასულიყო იუნესკოში, რა უნდა გაგვეგზავნა, უკვე არსებობდა იუნესკოში როგორც მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობა, ქართული მრავალხმიანობა. მაშინ სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო ესეთი, რომ ქვების ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი გაგვეგზავნა, როგორც 8000 წლოვანი უწყვეტი ესეთი ტრადიცია და ფუნდამენტური მნიშვნელობის ღირებულება ჩვენთვის და მეორე ღირებულება, რაც მაშინ გამოიკვეთა, ეს იყო ქართული ანბანური მრავალფეროვნება და დროთა განმავლობაში ეს დაიხვეწა. თან ამას წინ უძღვედა თანამშრომლობა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებასთან, რომელთა ინიციატივითაც ჩვენ გასულ წელს 2013 წელს უფრო სწორედ იაკობ გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოს შედგენის მეთოდს დედაენას მივანიჭეთ ეროვნული სტატუსი როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. გასაგებია. დღეს რა არის საჭირო იმისთვის, რომ შევიდეს ამ ნუსხაში ქართული დამწერლობა? დღეს ჩვენ ველოდებით ჩვენი მხრიდან ბატონმა ნიკოლოზმა უკვე მიანიჭა ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა ძეგლის სტატუსი ანუ ეროვნულ დონეზე ეს უკვე გადაწყვეტილი. კი ბატონო, ახლა ველოდებით ეროვნულ სტატუსს ამასობაში მომზადდა სხვადასხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, ენათმეცნიერების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბატონ ავთანდილ არაბულს დიდი მადლობა გვინდა გადაუხელთ, ასევე ხელნაწერთა ინსტიტუტს. რა პერიოდი დასჭირდება? იცით, ჩვენ თვის ბოლომდე ვასრულებთ ამ პროცედურას, ასევე მზადდება ფილმი, ფოტომასალა და უკვე განხილვის პროცესი მოიცავს 2 წელიწადს. 2 წელიწადი? ანუ 2 წელი უნდა დაველოდოთ, რას გადაწყვეტს მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ასე იყო ფარის ღვინოს. რაზეც ჩვენ უკვე მქონდა საუბარი ჩვენს გადაწყვეტს. აქამდე თუ ველოდოთ პრინციპში 2 წელიწადის დაველოდებით. ბატონობა, თქვენი ცენტრი რამდენად არის ჩართული ამ პროცესებში? ჩვენი ცენტრი საკონსულტაციო პროცესში არის ჩართული და განაცხადის მომზადების პროცესში და ჩართული არის, თუ შეიძლება ამ ჩართულობა ვუწოდოთ, იმ სახით, რომ ქართული დამწერლობის განვითარების მთელი სურათი სწორედ ჩვენ ცენტრშია, ჩვენ ცენტრის საცავებშია წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, ქართულ დამწერლობას აქვს სამი სახეობა, ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. როდესაც ქართული დამწერლობის ორიგინალურობაზე და სიმდიდრეზე ვსაუბრობთ, ხანდახან ეს გვავიწყდება ხოლმე და აქცენტს მაინც თანამედროვე დამწერლობაზე ვაკეთებთ, არა და ეს არის ძალიან დიდი კულტურა ერთმანეთისაგან წარმომდგარი ეს სახეობები, მაგრამ იმდენად განსხვავებული, რომ სპეციალურად გჭირდებათ შესწავლა იმ დანარჩენი ორი სახეობისა. თორემ თანამედროვე ქართველს უჭირს წერა და კითხვა იმ სახეობებზე. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. არის ძალიან ბევრი საინტერესო ორიგინალური დამწერლობა მსოფლიოში, რომლებიც ფაქტიურად დაარსების პერიოდიდან დღემდე არ შეცვლილა და თანამედროვე კითხვებს შეუძლია ძველი ტექსტების წაკითხვაც. ეს ვფიქრობ ჩვენი სიმდიდრეა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ეს სამი ძირითადი სახეობა, თორემ გვაქვს შუალედური სახეობები, გარდამავალი ეგრეთ წოდებული, რომელიც ვთქვათ, არც ნუსხური, არც მხედრულია, გარდამავალი მხედრულს უწოდებთ მას და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია სწორედ ხელნაწერებში. ხანდახან სხვათა შორის არასპეციალისტებისაგან შეხვდება და ესეთი დასკვნები, რომ არა, მე მგონია, რომ მხედრული ცალკეა მოგონილი და ასომთავრული და ის ცალკე, მაგრამ სწორედ ამ ხელნაწერებში ეს უწყვეტი პროცესი განვითარებისა არის ძალიან კარგად ნათლად წარმოდგენილი. გასაგებია. იცით რა მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია, რომ მარტის ბოლომდე მოესწროს იმ ფილმის გადაღება, რომელიც არის აუცილებელი პირობა, რომ წარდგენილი იყოს იუნესკოში. თუ მიმდინარეობს უკვე ამ ფილმზე მუშაობა? რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. რა სახის იქნება ეს ფილმი? ეს ფილმი უნდა იყოს 100-თვიანი დოკუმენტური ფილმი.
თავად იუნესკოს მოთხოვნები არის გაწერილი ნომინაციის სავალდებულო პირობებში თუ რა პირობებია უნდა იყოს. ტექნიკური მონაცემები არის უფრო მეტად, პიქსელების რაოდენობა, ქრონომეტრაჟი და სუბტიტრების ენა და ასე შემდგომ. რამდენი წუთიანი უნდა იყოს? 10 წუთიანი უნდა იყოს. სადაც უნდა იყოს ჩატეული მთელი ეს ინფორმაცია. საკმაოდ კომპაქტურად უნდა მოესწროს ყველა ამ ინფორმაციის განმეცემა, მაგრამ ჩვენთვის უფრო ღირებული არის ამ ეტაპზე სწორედ დამცავი ღონისძიებები, რაც უნდა იყოს სახელმწიფომ თავის თავზე როგორც ვალდებულება. მეორე მხრივ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამ ნომინაციას, რომ არ არსებობდეს თქვათ ის დაახლოებით 200-წლოვანი ქართველოლოგიის სკოლა, ასევე არ არსებობდეს ხელნაწერთა ინსტიტუტის ინიციატივით კალიგრაფთა ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნომინაცია კალიგრაფიასაც მოიცავს და ჩვენ უკვე შეგვიძლია როგორც გამოცდილებაზე ვისაუბროთ ამ მიმართულებით, რომ ქვეყანა ყოველწლიურად მართავს ესეთ ღონისძიებებს. ბატონო, ბოლოს მინდა კითხოთ, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც აქვს საქართველოს რეალურად ეს დამწერლობები და ვისაუბრეთ იმას, რომ ევოლუციას ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ იმას, რომ არაექსპერტები ვისაუბრებენ, თქვათ, ხედრული საერთოდ სხვაგან შეიქმნა, ასე თქვათ, და არ არის კავშირში დანარჩენ დამწერლობებთან. თუმცა მინდა კითხოთ, იმისთვის, რომ თქვათ, მეტად იყოს ინფორმირებული არაექსპერტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, სტუდენტები, არის მოსწავლეები, ამის რა სამუშაოს ატარებთ ამისთვის? ანუ ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია როგორ ხდება და ქართული დამწერლობების, ქართული კულტურის. დიახ. ძალიან კარგი ინიციატივაა ეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსი ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ქართველებს ხშირად გვავიწყდება როგორი სიმდიდრე გვაქვს და ქართველი რო გააჩერო და კითხო რომ ჩამოთვალე, მოდი ძირითადი რა გაქვთ თქვენ ქართველებს მონაპოლარი კულტურული, შეიძლება ჩამოთვალოთ ბევრი რამ, ფოლკლორი, მრავალხმიანობა, ჩვენი ცეკვები, სამზარეულოც გავიხსენოთ, ღვინო და ასე შემდეგ და დამწერლობის ხსენებაც კი გვავიწყდება. იმდენად ეს ჩვეულებრივად გვაქვს ქცეული და ეს რომ ძალიან დიდი კულტურაა, ეს უნდა შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებაზე. ამის შეხსენება შეიძლება ბევრი სხვადასხვა მეთოდებით სახელმწიფო ეს უნდა აქციოს თავის კულტურის, თავისი ქვეყნის ერთ-ერთ თავარ სახედ, ერთ-ერთ თავარ ბრენდად. რაც ამწუხაროდ დღემდე არ არის. ამისთვის შეიძლება ვთქვათ, პერიოდულად ჩატარდეს დამწერლობის ფესტივალები, შეიძლება კალიგრაფიას სათანადო ყურადღება მიექცეს, ჩვენ ვატარებთ კონკურსებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სკოლაშიც პროგრამულად რაღაცა სახით უნდა შევიდეს. ანუ განათლების სამინისტროს უნდა ჩაერთოს. აი მაგალითად ბავშვობაში იყო საგანი ასეთი სუფთა წერა. ახლა ესეთ საგანი არ არის და არ ვიცი რამდენად განათლებულია, მაგრამ პროგრამულად შეიძლება რაღაცა ადგილი დაიჭიროს. გარდა ამისა, ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ დაწესდეს ქართული დამწერლობის დღე და იმ დღეს სხვადასხვა სახით აქტივობები ჩავატაროთ. შეიძლება ქართული დამწერლობის სკვერი გაიხსნას, სადაც ეს ქართული დამწერლობის ნიმუშები სხვადასხვა ფორმით იქნება წარმოქმნილი. იდეა ბევრია, მთავარია ეს იდეები განხორციელდეს და ამას მიექცეს ყურადღება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და საინტერესო საუბრისთვის. იუნესკო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ბუბა კუდავა და კოტე ნაცრიშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. ახლა